გამარჯობათ, როგორც დაკვირდით, დღეს ჩავწერ ვიდეოს გურიის მთავართა ერთ-ერთ შთამომავალზე, პოეტ მამია გურიელზე. წინა ვიდეო ჩავწერე მის ძმაზე, ტელემა გურიელზე, ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზე. დღეს ძირითადად ვიხერმძღვანელებ ამ ორი წიგნით. დავიწყოთ. მამია გურიელი ლიტერატურული ფსევდონიმით ფაზელი დაიბადა 1836 წელს 18 იანვარს გურიაში, სოფელ ესაში. მამიას მამა გახლდათ დავით გურიელი. დედა იყო ნიკო დადიანის ასული. მამამისის კარმიდამო წარმოადგენდა შეძლებული ფეოდალის სასახლეს. კარის ეკლესიით, დიდი სააზნაურო სახლით, საჯინიბოთი, რომელშიც სხვათა შორის ება ეგვიპტის ფაშისაგან აჩუქარი არაბული მერანი. სასახლეს ამშვენებდა მინისტერიალთა, ანუ მსახურთა მთელი წყება. სასახლის გამგის მეთაურობით, რომლის ხელქვეითებიც იყვნენ მსახურთუფროსი, თარეშთუფროსი, მესტუმრე, მოლარე, მეჯინიბე, ბაზიერი, კურძვალები, ანუ იგივე ძაღლის გამწვრთნელები, ქეშიკები, ანუ მცველები, მოახლეები, გამდელები, სასახლის დალაქები და სხვა. სასახლეში მუდმივად იყვნენ სტუმრები, გურული თავადაზნაურობა, აგრეთვე სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოსული ნათესავები, საეკლესიო და სამონასტრო პირნი. აქ იმართებოდა ქეიფი, მოლხენა, ცეკვა, სიმღერები, გალობა, შაირობა, ჭიდაობა, ჯირითობა და ასე შემდეგ. პოეტის დედა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შვილების აღზრდას გლეხ ბავშვებთან. ის ჯერ თავისი თანდასწრებით აზრდებინებდა შვილებს, ძიძებს, შემდეგ კი მათ ატანდა. სახლში მამია გაძიძავებული ჰყავდათ ჯორბენაძეებთან. დედამისი თვლიდა, რომ გლეხისას გაზრდილი დიდი კაცის შვილი ზომიერი კაცი იქნებაო, უფრო მართალიც იქნება და კარგი ბატონიცო, რადგან მისი ძიძის და მისი მეზობლის შვილებს ნახავს ღარიბებს, შიშლებს, გაჭირვებულებს და ამით უფრო გამოცდილი თვითონ გულმოწყალე მებატონე შეიქმნებაო. პატარა მამიკონს საკუთარი ამალაც ყოლია, რომელთა შორის შრომა შემდეგნაირად იყო გადანაწილებული. კუპრაძეს ხელპრის დაბანა ევალებოდა, ჭყონია სტანისამოსის ჩაცმა, ტულუფა სუფრის გაშლა და საუზმის მირთმევა, გიგინეიშვილს მერიქიფეობა, საუზმის შემდეგ ბატონიშვილი ჩაქურა ტანისამოში გამოწყობილი, მიდიოდა სასეირნო და სათამაშო, ყვარებია ლაშქრობა და ციხეების შენება. პატარა მამიას ანბანი კარის ეკლესიის მღვდელმა გიგინეიშვილმა შეასწავლა, რომელმაც ასწავლა როგორც ხუცური, ისევე მხედრულიც. 11 წლის მამიამ ცოტა ხანი დაჰყო ოზურგეთში ერთი რუსი სამხედრო პირის ოჯახში, სადაც ისწავლა რუსული წერა-კითხვა. 15 წლის კი მამია ქუთაისის გიმნაზიაში გადაიყვანეს, საიდანაც მალევე თბილისში მიიყავთ ვორონცოვის ზედამხედველობის ქვეშ. მალევე დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი და მამია წავიდა უკვე ომში ქართველ გრენადერთა პოლკში უნტერ-ოფიცრად. სადაც თავი გამოიჩინა და სხვადასხვა ჯილდოებით იყო დაჯილდოებული. მან მიიღო პორუჩიკობაც. მხედრული ცხოვრების შემდეგ მამია მეტწილად თბილისში ცხოვრობდა და მჭიდრო კავშირს ამყარებდა ქართულ ინტელიგენციასთან. გახდა თბილისური არისტოკრატული სალონების სასურველი სტუმარი, რაშიც ხელს უწყობდა გვაროვნული წარმომავლობასთან ერთად მოხდენილი გარეგნობა და პოეტური ნიჭი. ამ სალონებში მან გაიცნო მელიქიშვილის ასული მარიამი და ცოლად შეირთო. თურმე მეჯვარეები ტერეზია დადიანი და გრიგოლ ორბელიანი ყოფილან. ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც კახაბერი დაარქვეს. სამწუხაროდ მამიას მშვიდი ოჯახური ცხოვრება არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ის და მისი მეუღლე დაშორდნენ. ამის შემდეგ გულგატეხილი მამია ბრუნდება დასავლეთში, სადაც ხან თავის ძმასთან არის ლესაში, ხან კიდევ ქუთაისში. ამ პერიოდში მის ლექსებში იჭრება უკვე სევდიანი განწყობა, რასაც ხელი შეუწყო თავადაზნაურული ცხოვრების ნელ-ნელა გაქრობამაც. მამიას ვაჟი პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი როცა გახდა, მამია ცდილობდა ფული არ შემოკლებოდა კახაბერს, არ ზოგავდა თავს, იღებდა ვალებს, აგროვებდა მამულებს. სამწუხაროდ ასეთმა ხელგაშლილმა ცხოვრებამ ძალიან ცუდი ზეგავლენა მოახდინა მის შვილზე. მან ჯერ გული აიცრუა სწავლაზე, ხოლო შემდეგ კი ვალებში ჩაფლულმა თავი მოიკლა. ამ ამბავმა საბოლოოდ გატეხა ისედაც დაუბძნურებული
გაღარიბებული პოეტი და როგორც გადმოგცემენ, გურიელმა თვითმკვლელობა ცადა და წყალში გადახტა, მაგრამ გადაარჩინეს და თურმე ძალიან დიდი ხანი მას დარაჯობდნენ დისწულები ნიკო თავდგირიძე და კიტა აბაშიძე. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ჭლექით შეპყრობილმა პოეტმა სულიერად და ფიზიკურად გატეხილმა ქუთაისში გურიელების ყოფილი მსახურის ბარბალე ჭყონიას სახლში გაატარა. მეუნარგია მოგვითხრობს, მამია გურიელი გარდაიცვალა ერთ ბნელ ფირცრულში, რიონის პირად, ბალახვანის ქუჩაზე, ვიღაც ბარბალე დედაკაცისას, რომელიც ოდესმე შინამოსამსახურე ყოფილა დადიანისა და გურიელისა. დაკრძალეს ქუთაისშივე საკრებულოს ტაძრის ეზოში. აი ასეთი ტრაგიკული ცხოვრების გახდათ მამია გურიელი. მე წაგიკითხავთ ახლა მისი ერთ-ერთი ლექსიდან რამდენიმე კუპლეტს და შემდეგ დაგემშვიდობებით. შემთხვევა მოგცა, ბევრი ქონება, ხელმწიფედ დაგსვა, ქმნასრულსვიანი, მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი. ეგებ კეთილო, ბედს არ უყვარდი, მოგიკლა გული, ყოსევდიანი, ნუ დაეცემი, დაასდეკ, გამაგრდი, გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი. ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს და სიყვარული მოძმეთა ვალად, სამშობლო შენი მარად გახსოვდეს, თუ კი გსურს გახდე ადამიანად. ეს იყო დღეს რაც მინდოდა თქვენთვის მიამბო მამია გურიელზე. სურათები, რაც თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგინეთ, მომაწოდა ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ქალბატონმა ნონა იმნაძემ, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ეხლა კი დროებით დაგემშვიდობებით, ვინც არ მიცნობთ, მე ვარ თეა სიხაროლიძე. დროებით.